კომენტარებში რომ წერთ მეგობრებო, ხორციან საჭმელს რატომ არ აკეთებო, სულ ბოსტნეულით ამზადებ. მაგიტომ გადავწყვიტე საქონლის ხორცით გავაკეთო გემრიელი საჭმელი. ავიღოთ საქონლის ხორცი, ნეკნები რბილი ხორცი, დავჭრათ აი ესეთ ნაჭრებად, დავასხათ წყალი, დავდგათ მოსახარშად. ქაფი მოვაშოროთ, აი ესე გამოიყურება მოხარშული ხორცი. ეხლა ძვლები მოვაშოროთ ხორცს და დავიწყოთ კერძის აწყობა. ავიღოთ დიდი ქვაბი და ძირზე პირველი ფენა დავალაგოთ ხახვი, რგვალებად დაჭრილი, პომიდორი, კარტოფილი მთლიანები, აი ესეთი საშუალო ზომის კარტოფილი, მთლიანად ძირზე ვალაგებ კარტოფილს. ეხლა მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, გემოვნებით, ფენა-ფენა უნდა მივიცეთ მარილის შავი პილპილი, აი ეგრე. ეხლა ვამატებ ბულგარულს, წითელს და მწვანეს და ეხლა ვალაგებთ უკვე მოხარშულ საქონლის ხორცს. ძვლები უნდა მოვაშოროთ, ჯობია მასე ძვლების გარეშე თუ ავაწყობთ კერძს. კიდევ ერთი ფენა გაუშვათ ხახვი, პომიდორი, ბულგარული მეორე ფენა. ზევიდან დავდოთ ბევრი წვანილი, წვანილს არ ვჭრი, აი ეს მთლიანად ვდებ, კერძი რომ მოემზადება, წვანილს მერე გადავყრი. თავარია მოხარშვისას რომ გემომისცეს თავისი არომატი. სულ ბოლოს დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი გემოვნებით, ცოტა წითელი პაპრიკა და საქონლის ხორცის ნახარში. საწურზე გავატაროთ რომ მაინც ძვალი და რამე არ გამოყვეს პატარა ნაჭრები. მოვხარშოთ და აი ესეთი გემრიელი საჭმელი გამოვიდა. ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ მეგობრებო და დაალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში რა მოვამზადო.